წარმოიდგინე, ყოველ 2 წელიწადში იაპონია კარგავს 1,000,000 ადამიანს. ჩინეთის მოსახლეობა ამბობენ, საუკუნის ბოლოს შეიძლება განახევრდეს კიდეც. იტალიაში წარმოგიდგენია, საშუალო ასაკი უკვე 48 წელია. დიახ, ეს გლობალური ტენდენციაა. თელს მსოფლიოში შობადობა მწირდება. ხო. და ჩნდება კითხვა, რა ხდება? რაღაც დემოგრაფიული ზამთარია თუ უბრალოდ, ახალი რეალობა? ისტორიულად თუ შევხედავთ, კაცობრიობის რიცხვი ძალიან ნელა იზრდებოდა. მერე ინდუსტრიულმა რევოლუციამ, მედიცინის განვითარებამ, ამ ყველაფერმა მოკლედ დრამატულად შეცვალა სურათი. საქმე იმაშია, რომ მოსახლეობის სტაბილურობისთვის, თაობებმა რომ ერთმანეთი ჩაანაცვლონ, საჭიროა რომ ქალზე, საშუალოდ 2.1 ბავშვი მოდიოდეს. ამას ვეძახით ჩანაცვლების დონეს. 2.1. ცოტა მეტი ვიდრე 2, ბუნებრივი დანაკარგის გათვალისწინებით. თუნდაც სამხრეთ კორეა ავიღოთ. ხო, მან ხომ რეკორდულად დაბალია. კი, მსოფლიოში ყველაზე დაბალი 0.8 წარმოგიდგენია? ეს რას ნიშნავს? დღევანდელი 100 ზრდასრული შვილების გაჩენის ასაკში მყოფი დატოვებს მხოლოდ 40 შვილს. 40, 100-დან. დიახ. მერე ეს 40 დატოვებს პროპორციულად 16-ს. ისინი კიდე 6. მთავარი გამოწვევა არის ასაკობრივი სტრუქტურის დრამატული ცვლილება. 1940 წელს კორეაში მედიანური ასაკი იყო 18 წელი. ძალიან ახალგაზრდა ქვეყანა. დღეს 45. უკვე 45. დიახ. და 2100 წლისთვის პროგნოზი არის 59 წელი. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა ფაქტიურად ხდება მოხუცების ქვეყანა. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი პენსიონერია. და ეს მარტო კორეის პრობლემა არ არა, ხო? როგორც ვახსენეთ, ჩინეთიც, ევროპაც. კი, ჩინეთიც ძალიან საინტერესო მაღალითია. იქ სწრაფმა ურბანიზაციამ, ეკონომიკურმა განვითარებამ და, რა თქმა უნდა, იმ ცნობილმა ერთი ბავშვის პოლიტიკამ, თუმცა ის უკვე გაუქმდა, მაგრამ შედეგები დარჩა. შედეგები დარჩა, რა თქმა უნდა. ხო, ამ ყველაფერმა განაპირობა, რომ შობადობა იქაც ძალიან დაბალია. 1.16, იაპონიაზე დაბალიც კი. იაპონიაზე დაბალი. ვაუ. დიახ. ევროპაში კლება შედარებით ნელია, ძირითადად იმიგრაციის ხარჯზე, მაგრამ აქაც არის ნიუანსი. იმიგრანტების მეორე-მესამე თაობაში შობადობა, როგორც წესი, უტოლდება ადგილობრივ დაბალ ნიშნულს. ეს გლობალური ფენომენია, რა? კი ბატონო. მაგრამ ზოგი იტყვის, ნაკლები ადამიანი, ხო არ ნიშნავს ეს ნაკლებ კონკურენციას, მეტ რესურს თითოეულისთვის, იქნებ ეკოლოგიისთვისაც უკეთესია. რატომ არის ეს მაინც და მაინც საგანგაშო? ეს ერთი შეხედვით ლოგიკურად ჟღერს, მაგრამ რეალობა გაცილებით რთულია. როცა პენსიონერების რიცხვი მკვეთრად იზრდება, შრომელების კი მცირდება, სისტემა უდიდესი წნეხის ქვეშ ექცევა. ჩინეთის მაგალითი რო ავიღოთ ისევ, 31 პროვინციიდან 11-ს უკვე აქვს საპენსიო ფონდების დეფიციტი. უკვე აქვს დეფიციტი. დიახ, იმიტომ რომ სულ უფრო ნაკლები მშრომელი არჩენს სულ უფრო მეტ პენსიონერს. თან ინფრასტრუქტურის შენახვაც, გზები, საავადმყოფოები, ქსელებიც ძვირიჯდება, როცა მომხმარებელი ცოტაა. ამის მაგალითები გვაქვს აღმოსავლეთ გერმანიაში, იაპონიის სოფლებში. მიტოვებული ინფრასტრუქტურა? კი. კეთილდღეობას ქმნის არაუბრალოდ რესურსი, არამედ ადამიანური კაპიტალი, იდეები, ინოვაცია, შრომა. ნაკლები ადამიანი ავტომატურად არ ნიშნავს უკეთეს ცხოვრებას. აქ ძალიან საინტერესო რაღაც იკვეთება. ერთის მხრივ საუბრობთ ქალთა განათლების ზრდაზე, მეტ თავისუფლებაზე, ეკონომიკურ დამოუკიდებლობაზე, რაც ხშირად სახელდება შობადობის კლების ერთ-ერთ ფაქტორად. კი, კორელაცია ნამდვილად არის. მაგრამ მეორეს მხრივ არის კვლევები, თუნდაც ევროპაში, რომელიც აჩვენებს, რომ ქალებს რეალურად იმაზე მეტი შვილი სურთ, რეალურად ყავთ. თითქოს სურვილსა და რეალობას შორის რაღაც დიდი უფსკრულია. ეს რატო ხდება? ეგ ალბათ ყველაზე რთული კითხვაა. და ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ აქვს. უამრავი ფაქტორია გადაჯაჭვული. თანამედროვე ცხოვრების წესი, კარიერული ამბიციები. ეკონომიკური ფაქტორიც ალბათ. რა თქმა უნდა, ეკონომიკური სიდუხჭირე ან თუნდაც მომავლის მიმართ გაურკვევლობა. ბავშვის გაზრდა ძვირია, დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს. ხშირად ძალიან რთულია იპოვო ბალანსი სამსახურსა და ოჯახს შორის. განსაკუთრებით ქალებისთვის, ხშირად. დიახ, ამას ემატება ინდივიდუალიზმის კულტურაც, სადაც პირადი კომფორტი, საკუთარი თავის რეალიზება ხშირად უფრო პრიორიტეტულია. თითქოს საზოგადოება ერთდროულად გიბიძგებს, რომ იყო წარმატებული კარიერულად და თან ოჯახით შექმნა. ეს რაღაცნაირ შინაგან კონფლიქტს ქმნის ბევრისთვის. გასაგებია, მიზეზები ძალიან კომპლექსურია
და გამოსავალი. აი ხშირად ახსენებენ იმიგრაციას როგორც დემოგრაფიული პრობლემების ერთგვარ პანაცეას. იმიგრაციას შეუძლია დროებით შეამსუბუქოს, თქვათ, მუშახელის დეფიციტი, მაგრამ ეს არ არის გრძელვადიანი ფუნდამენტური გამოსავალი. პირველ რიგში, როგორც თქვით, იმიგრანტების შობადობაც მეორე-მესამე თაობაში ეცემა და უტოლდება ადგილობრივ დონეს. ანუ პრობლემას კი არ წყვეტს, უბრალოდ გადააბადებს. ერთგვარად, კი. მეორეც, შობადობა გლობალურად მცირდება, ანუ მომავალში საიდან წამოიყვანა იმიგრანტებს, ესეც კითხვაა. და მესამეც, დაგვავიწყდება, რომ მასობრივ იმიგრაციას ხშირად თან ახლავს სოციალური და კულტურული ინტეგრაციის სირთულეები, დაძაბულობა. რას ნიშნავს ეს ჩვენი მომავლისთვის? ეს ნიშნავს, რომ, კაცობრიობა არ ქრება, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენი საზოგადოებები გადიან ძალიან ღრმა ტრანსფორმაციას. ისეთის, როგორიც ისტორიაში არ გვინახავს. ჩვენ ვდგავართ უზარმაზარი გამოწვევის წინაშე. როგორ მოვახდინოთ ადაპტაცია ეკონომიკის, სოციალური სისტემების, ქალაქების, ყველაფრის ადაპტაცია ამ ახალ რეალობასთან, სამყაროსთან, სადაც ახალგაზრდები ცოტანიან, ხანდაზმულები კი ბევრნი. და ეს საბოლოოდ მიგვიყვანს იმ ფუნდამენტურ კითხვამდე, რომელიც შენც ახსენენ, როგორ პოულობს საზოგადოება ბალანსს, აი ინდივიდის თავისუფლებას, მის არჩევანს, თვითრეალიზაციის სურვილს და მეორეს მხრივ კოლექტიურ საჭიროებას შორის უზრუნველყოს მომავალი თაობების არსებობა, რაც საზოგადოების მდგრადობისთვის უბრალოდ აუცილებელია. ჯიახ, ეს არის მთავარი კითხვა, რომელზეც პასუხი ალბათ ყველამ ერთად უნდა ვეძებოთ. პოლიტიკოსებმა, ექსპერტებმა, თითოეულმა ჩვენგანმა. ნამდვილად საფიქრალია. თუ ეს განხილვა შენთვისაც საინტერესო იყო და დაგაფიქრა, მოიწონე ეს ვიდეო და გამოიწერე არხი. ეს დაგვეხმარება, რომ მეტმა ადამიანმა ნახოს და იმსჯელოს ამ მნიშვნელოვან საკითხებს.